მერის დავალებით აღსრულების ბიურომ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისთვის რამდენიმე ოჯახს 5 დღიანი ვადა მისცა. სოციალურად დაუცველები, რომლებმაც მცირე ზომის სახლები დაურეგისტრირებულ მიწაზე ააშენეს, დახმარებას ითხოვენ. დედაქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე აგებული ყველა შენობა დანგრევას ექვემდებარება. რომ მოვიძია, დავშვა და გადმოვედი სამსამი შვილი. ფერში ცეცხლი რავი ყველაფერი და მეუბნებია, მე მოვლენ და დამღი, ეს სად წავიდე? სად სამსამი შვილი, შემიფარებს რომელიმე? სოციალურად დაუცველი სამი შვილის დედა ნათია ქირია ირწმუნება, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სახლის ნაწილი დაუნგრია. ქირია მშობლების დახმარებით რამდენიმე წლის წინ 20 კვადრატული მეტრის ფართის ეს სახლი ისე ააშენა, რომ მიწა მას ოფიციალურად არ ეკუთვნოდა. თუმცა ირწმუნება, რომ მისი მშობლები ნაკვეთს წლობით ამუშავებდნენ. სამი შვილი მყავს, მეუღლე არ ამყავს, მარტო ხელავენ. ავაშენეთ ჩემი მშობლების დახმარებით ეს სახლი. ჯერ მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან იყვნენ მოსულები, იქ შეგიძლია ნახოთ მე როგორ დამინგრეს გვერდის დამხარე. მსგავსი შინაარსის მოთხოვნა აღსრულების სამსახურმა კიდევ ერთ ოჯახს გაუგზავნა. ელისო ჯაბნიაშვილმა წერილი რამდენიმე დღის წინ მიიღო. მერის გადაწყვეტილებით აღსრულების სამსახურს დაევალა იმ შენობის დანგრევა, სადაც 5 თვის ორსული ქმართან ერთად ცხოვრობს. საკუთარი ნებით დემონტაჟისთვის მათ 5 დღე აქვთ. მე იმ სახლიდან გამოსვლელი არ ვარ ცოცხალი თავი. ნამდვილად არ ვიცი რა სიზავენ, თუ გამწირავენ მეც და ჩემს შვილსაც, ნამდვილად არ ვიცი. თუ შეიძლება რომ ძალიან გთხოვთ, ძალიან გემოდარებით გადაეჭით ნარმანიას 2007 წლის იქეთ გაკეთებული ეს ბინა. ამავე დასახლებაში მერიის კუთვნილ მიწაზე დგა სოციალურად დაუცველი მოხუცის 14 კვადრატულ მეტრიანი სახლიც, სადაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრობს. ისანი სამგორის რაიონში გარდაბნის გზატკეცილზე მსგავსი პრობლემა კიდევ რამდენიმე ოჯახს აქვს. ახლად აშენებული სახლების გარდა ისინი გასულ საუკუნეებში აშენებულ შენობებსაც ვერ ირეგისტრირებენ. ერთ საგდაკანონებული ნახევარზე მეტი თავისივე ფართი და 2 ადამიანს ოჯახსა, მე 8 შვილიანი მამა ვარ და 20 წელი ამ ბინაში ვცხოვრობ. ვერ ვიკანონებ. 60 წელია ოჯახით აფსახში ვარ. ამერი წელი გავიდა, ნუ თუ იმის უფლება არ მაქვს, რომ დავიკანონო და რაც თავარია დაკანონებული გამიუყნეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტეს, რომ ყველა შენობა კანონის დარღვევით თვითნებურადაა აგებული და დემონტაჟი გარდაუვალია. ისანი სამგორის რაიონში მცხოვრებლების პრობლემებზე განმარტებები გააკეთეს თბილისის საკრებულოშიც. ამ მოქალაქეს შეუძლიათ წინა, ესე იგი მოწვევის საკრებულო მათი გადაწყვეტილება გაასაჩიროს სასამართლოში, რათა ჩვენ თუ სასამართლო დაგვავალებს, რომ თავიდან განვიხილოთ, აუცილებლად განვიხილოთ. დღეისათვის არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რომ შევაჩეროთ აღნიშნული კაპიტალურ შენობა ნაგებობის დემონტაჟი. მერიის განმარტებით სახელმწიფოს კუთვნილი მიწა მოქალაქეებმა აუქციონის წესით უნდა შეიძინონ. კანონის შესაბამისად კი მიწაზე, სადაც შენობები დგას, აუქციონი ვერ გაიმართება.